მე-5. ხო და მინიმუმ აი ეგრე იქნება. პირველს ამას არ აღჩენეთ, მაგრამ შიშიანობა იყო ბატონო დავით. მოდი იქით გადავიხედოთ აბა კედლის იქით რა ხდება. აი აქა. აქ ჩამო. აი ეს ნანგრევები არის უღრან ტყეში. ხო და მე და ბატონმა დავითმა გადავწყვეტ, აი წყობაც რანაირია ბატონ დავით, აი დადექი მაღაზი კედელზე. წყობა არის სასწაული რა. ასე ნელა გამოდი რომ დაახლოებით ადამიანმა ისქნას რა ქვია. აღითქვას თვითონ ამის გაბარიტები რა. კიდე ერთხელ ვიტყვი, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თუ ვერ გაფლი ჯობია მოხდეთ. ეკლესიების რავი 80 მე არ მინახია რომ თქვა საკურთხეველი მეორე ან შეიძლება აი აქ იყოს საკურთხეველი ბატონ დავით იქით მინდა ხერო ამოსული ხო მანდიყო საკურთხეველი და იქ რაღაცა თუ ვინმე მიცით აი ეგ არის საკურთხეველი ხო აი ნახე როგორ არის ეს წრიულად არა ხო წრიულად არის და მაგას ვიძახი რომ აუ რა მხილახი ამოსულა და ცხი ანგრევს ამას აი ავწევ ზემოთ მინდა რომ ზემოდან დაინახოთ აი ესე ხვა იმედია ისვის რა ციგნია თუ ხატია დატოვებული ბატონო დავით და მე ხატი გავერანებულა აქ უკვე მეტი არაფერი აღარ არის შემორჩენილი ეს ადგილიც ელოდება ჭეშმარიტად მორწმუნე ღმრთებს აი ეს არის ესეთი ესეც გათლი ქვის არის გაკეთებული ესე ტყობა რომ არ არის ტურისტული ადგილი რადგან რომელიც მე მაქვს ნახე ტურისტული ადგილი სულ ყველგან ისენია ტურისტულის არ არის და მლოცველებიც არ არის დაჯღაბნილია რაღაც ეკლესიის უბედურობა ის არის ბატონო დავით რომ მლოცველები დააყალდა და მორწმუნე მამაოების ნაკლებობაა აი მოდი კიდე რა გაჩვენო აი ახლა აი ხარი ამოსასვლელი ხო და